მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია ვიდეო აღარ დაგვიდია YouTube არხზე და გადავწყვეტეთ ახლა სამეგობრომ ჩვენს დასავლეთელ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ ჭიათურაში და დღეს გვექნება ლიცენზირებული ნადირობა, ტაცებლის გამოხშირვა. ლიცენზიაში გვაქვს მელა, ტურა და მგელი და იმედია წარმატებული ნადირობა იქნება. დღე კარგად დაიწყო, ნახე მონატრებული მეგობრები და რაც თავარი ახლა მანქანაში ვარ 2 ხასაიასთან ერთად. დღეს რაღაცა რო არ მოხდეს, არ არსებობს რა. გიო ხასაია. მოგესალმებით მეგობრებო. ყველას მეგობრებმა ეს გადავწყვიტეთ, დაგვპატიჟეს და წამოვედით სანადიროთ. ჩვენი მეგობარი ირაკლი ხასაია ჩვენთან ერთად არის, პირველად მივდივართ ერთად სანადიროთ და მოკლედ შედეგი უნდა დავდოთ რა. თან ირაკლის მანქანით მოვდივართ ახლა პიკაპით და პიკაპზე უნდა შემოვაგდოთ ტაცებელი უეჭველი. უნდა რა მიხარია რომ დღეს ესეთი ლამაზი დღის დასაწყისი გვაქვს. ძმებთან, მეგობრებთან ერთად მივდივართ ერთად სანადიროთ და დანარჩენს ნახავთ. რა და როგორ იქნება? წარმატებები. რაც შეეხება ბელარუსში ნადირობას, ბევრი იწერებით, სად არის ვიდეო და ასე შემდეგ, სავარაუდოდ YouTube ალგორითმა არ გააკეთა ისე საქმე, როგორც გასაკეთებელი იყო და ამ ვიდეოში ამოვანათებ ლინკს, რაც შეგიძლიათ ნახოთ ბელარუსში ბაძე ნადირობა, სადაც 4 მონადირე კლუბიდან წასულები ვიყავით ბელარუსიაში და ძალიან მაგარი ნადირობა გამოგვივიდა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ კარგი კადრებით. ეხლა მივდივართ შეკრების ადგილას, სადაც ბიჭები გველოდებიან კიდე, დაახლოებით 7 მანქანა ეხლა ვართ, ერთი ამდენი იქ დაგვხდება. ჩატარდება ინსტრუქტაჟი და დავიწყებთ უკვე ნადირობას. დღეს ვინადირებ კარაბინით და მომიწევს ბევრი შრომა, იმიტომ რომ მომიწევს რაღაცა იქეთ ჯურღმულებში სიარული და გამოქცეული გლის და ტურის ლოდინში ყოფნა. აბა, წარმატებები ჩვენ. მოგესალმებით ბიჭებო ყველას. დღეს გვექნება ლიცენზირებული ნადირობა. ჭიათურაში ვინადირებთ, კერძოდ მგელზე და ტურაზე. ვფიქრობთ რომ მოვრეკოთ აი ეს ჩვენს უკან მდებარე ტყე. ადგილობრივებმა კარგად იციან აქაურობა, შესაბამისად მალე ავალთ. მალე გავაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია და ერთი კაი სიახლე გვაქვს. პირველი ნადირობის შემდეგ ჭიათურელი ბიჭები და საჩხერელი ბიჭები მონადირეები შეიკრიბნენ. და გადაწყვეტეს რომ საერთო კლუბი დააფუძნონ. დანარჩენი დეტალები რა დაერქვევა, როგორ იქნება რანაირად მოფიქრების ეტაპზე არიან. ჩვენ კიდე ყველანაირად გვერდში დაუდგებით ამ ბიჭებს რომ რა ჩვენ ეს ეტაპები გავიარეთ აქამდე რაც გავიკეთებია, რომ ამათმა უფრო მარტივად გაიარონ და დრო არ დაკარგონ და ბევრად წარმატებულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ თავის დროზე რაღაცეებში ხელი შეგვეშალა. პატუცემულო, აბა გაგვაცანი ახლა. მოგესალმებით ბიჭებო, ისევ და ისევ. ნიღავი თუ შეიძლება. მინდა ხوار ხარ შეოხერა. მომიდობის გამო, მოგენა. 2 წუთი გოუძელი. მოკლედ, ლიცენზია გვაქვს მგელზე, აღებული ტურაზე. რაც თავარია, უსაფრთხოება უნდა დავიცვათ თითოეულმა ჩვენთანგანმა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, მეგობრები ვართ ბიჭებო, წლები ერთად ვნადირობთ და უსაფრთხოება რაც თავარია, უნდა გავიგოთ. ძაღლია, კატა, მგელია, ტურა, ადამიანი ეს უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში. წავიდეს გაიაროს კაცო, გავარჩიოთ. 4 ხა მეგობარია, მტერია, ნადირია, ცხოველია.
წარმატებული ნადირობას გისურვებთ ბიჭებო და რა ვიცი, შეძლებს დაგვარად. კურდღელი დადის და არა მინოს. ხო, კი ბატონო, ხო. ერთი იცოდეთ ძმაო, რომ შეიძლება გამოვიდეს დიდი ალბათობით კურდღელი. დიდი ალბათობით და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთანგანი არ ვსვით არც ერთი ძმაო. გავატარებთ, ტაშ დავუკრავთ და მივესალმებით. ზოგადად მარტივად რო თქვა, თუ ვესროლოთ მარტო მგელს და რა თქმა უნდა, რა თქმა დანარჩენი უნდა. კურდღელი შველი აღარ გავატარებთ ყველაფერს, დავუკრავთ ტაშ და გავაცილებთ. კაი, აბა ბიჭებო, წარმატებები ჩვენ სარეკის სარეკის ამბავი ჩვენი გრიშა დაიწყებს, ჩვენი ვახო ვასანიძე და მოყვებიან დღეს. იგა გაანაწილებს ნომრებს, რა თქმა უნდა, მეც წავყვები ნომრებს და დავდგებით ისე როგორც წესი და რიგია. წავედით შემოიგა. წარმატებები. დავიძარით ბიჭებო, დავიძარით. დასრულდა ჩვენი დღევანდელი ნადირობა, მოპოვებულია ერთი მტაცებელი და შეიძლება სხვაც იყო და უბრალოდ გაიპარა. რაოდენობაში ვიყავით საკმარისი ხალხი, რომ არ გაგვპაროდა ნადირი, მაგრამ ნადირობა ის არის, ყოველთვის რომ მოინადირებ, ყოველთვის რომ მოიპოვებ. რაც შევძელით, ეს არის. ბატონო გენერალ, თქვენი მომავალი გეგმები თუ შეიძლება რომ მოუყვეთ ჭიათურა საჩხერის ამბავში, რა გაგვთ? მომავალი გეგმები მონადირეებს გვაქვს, რომ შევქმნათ სამონადირეო კლუბი, გავერთიანდეთ და ბუნებას მივცეთ საშველი მხრივ, რომ ამოვიღოთ დაცემილი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მინდა უთხრა ხალხს, რომ ხალხის ერთობა, ანუ კლუბი დავარქვათ, ჯგუფი დავარქვათ, არა გაერთიანება დავარქვათ, არა სავალდებულო რომ ოფიციალურიც იყოს, ხო, რომ შეიკრიბოს 10-15 მონადირე და იმეგობროს ჩვენსავით კლუბებთან, ჯგუფებთან და ასე შემდეგ. რავი, ცუდი არაფერი არ არის, აქ ვართ თბილისიდან ჩამოსულები, საჩხერე, ჭიათურა აქ არის და რავი, რაც უფრო მეტნი ვიქნებით. ხო, ხო, თუ ოფიციალურად კლუბი გაქვთ დარეგისტრირებული, უფრო გიმარტივდება კიდევ კანონებთან დაკავშირებული აქტივობის, მოგეთ მარტივად გამოეთხოვოს შეგიძლია. ამჟამად გვაქვს მოქმედი ლიცენზია ოქტომბრამდე. იმედია ამოვწურავთ და ახალ ლიცენზიასაც გავაკეთებთ ოქტომბერში. ხდება აუცილებლად. აბა წარმატებები, ჩვენ წარმატებები ყველას და მომავალ შეხვედრამდე.